იმ დროს, როდესაც იმყოფებოდით აქციაზე, როგორ შეაფასებთ ვითარებას, რომელიც როგორც ჩემი კოლეგა აცხადებს, ამ დროისთვის უკონტროლოა? ვითარება არის მძიმე, შემიძლია გითხრათ, დაახლოებით მე 2-3 წუთის წინ დავბრუნდი ჩემს კოლეგებთან ერთად, უბრალოდ ფიზიკურად ჩვენ შეუძლოდ გავხდით, იქ ყოფნა აღარ შეგვეძლო. ვითარება არის, შემიძლია გითხრათ, რომ ირგვლივ დამტრეულია რამოდენიმე მანქანა, მათ შორის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი კუთვნილი ავტომანქანა არის ძალიან დაზიანებული. მომიტინგები პერიოდულად ისრიან ქვებს, შემდეგ იქიდან საპასუხოდ სამართალდამცავები ის სროლა იყო, ესე ვთქვათ, აირით, ეგრეთ წოდებული აირით გასროლა მოხდა. ამ წუთას იქ უშუალოდ საპატრულო პოლიციის წინ მომიტინგები არ იმყოფებიან, როდესაც მე წამოვედი, თუმცა იქ გმირთა ხეივნისკენ იყვნენ ისინი გადასული, იქვე რჩებიან. და შემიძლია გითხრათ, პრაქტიკულად 5 წუთში ერთხელ, 10 წუთში ერთხელ ისე ვიწყება იერეში პოლიციის მიმართულებით ქვების სროლა და რა ვიცი, სანამდე წდება ეს ქვები, მანამ ისრიან და ასე ვთქვათ, პოლიციის მიმართ ადგილი აქვს თავდასხმებს და როგორც გითხარით, იქ ამოტრიალებული მანქანაც ვნახეთ წეღან გზის პირას, ასევე როგორც გითხარით, ჩვენი კოლეგის, ერთ-ერთი კოლეგის მანქანა, რომელიც რამოდენიმე წუთი ჩაერთვება, მისი მანქანაც არის დაზიანებული. მე როგორც ვიცი, იქ ასევე არიან დაზიანება გააჩნია როგორც სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, ასევე სავარაუდოდ მომიტინგეების აქციის მონაწილეებიც არიან დაზიანებული. ბატონო ვლადიმერ, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება განიმუხტოს სიტუაცია? ვიცით, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილი აპირებს ბათუმში ჩამოსვლას, იგი ასევე რამდენიმე წუთში სავარაუდოდ გააკეთებს განცხადებას. როგორ უნდა მოიქცეს პოლიცია, სამართალდამცავი ორგანოები ამ შემთხვევაში? ყოველ რიგში მინდა გითხრათ, რომ პოლიცია შესასვლელ შესასვლელი უბრალოდ შეუძლოთ ვარ მიჭირს კარგად საუბარი. შესასვლელს იცავს, ალბათ უნდა დაიცვას ეს და მაქსიმალურად არ უნდა დაუშვას, რომ პოლიციის ადმინისტრაციულ შეენობაში შევიდეს მომიტინგეები. ეს უნდა გაკეთდეს პირველ რიგში და აუცილებლად უნდა მოხდეს იქ არსებული, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ობიექტების დაცვა. ეხლა ვრცელდება ჭორის დონეზე რაღაც ინფორმაციები, ეხლა ამაზე არ მინდა საუბარი, თითქოს აქციის მონაწილეებმა თქვათ რაღაც საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტის რაღაც სამსადენი გაზი გადმოსროლილი კაფსულაში აქვს და ეს არის დაუდასტურებელი ინფორმაცია, ხა ამაზე ვერ ვამბობ. იქ არის ძალიან რთული სიტუაცია და პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს კონტროლი დაამყაროს. ჩვენც იქ ვიყავით პრინციპში ამ ქვების სროლის დროსაც ვცდილობდით ჩვაში ჩამდგარიყავით და შეგვეჩერებია ეს სროლა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ვერ შევძელით, იმიტომ ძალიან შემიძლია გითხრათ, ადამიანების ის რაოდენობა ვინც არის ძალიან აგრესიულად არის განწყობილი იქ. გასაგებია ბატონო ლადო, ჩვენს მიმართაც აგრესია გააჩნია და იყო შემთხვევა უშუალოდ ჩვენს დეპუტატების მხრიდან ჩვენზეც გადმოვიდნენ ისინი აგრესიის და მომენტებში ძალიან იძაბებოდა სიტუაცია, თუმცა ამის მიუხედავად მაინც ვცდილობთ რომ იქ ვიყოთ და რაღაცა განმუხტვაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, შემიძლია გითხრათ ხელისუფლება მთლიანად იქ არის და რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ. თუმცა ბატონო ვლადიმერ, სანამ ვითარება ამ ზომამდე, ასე რომ ვთქვათ, მივიდოდა, სანამ აქციის მონაწილეები გადაინაცვლებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს შენობასთან, აქცია დაახლოებით დღის მეორე ნახევარში დაიწყო ქალაქის მთავარ შემოსასვლელთან. თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს აქცია დაწყებული ერთი მოქალაქის დაჯარიმების შემდეგ გამოთქმული პროტესტის ფონზე? მე ახლა უშუალოდ აქცია როგორ დაიწყო, ეგ არ ვიცი, მე აქციაზე მივედი უკვე დაახლოებით ნახევარი საათის დაწყებული იყო, იქ სხვადასხვა ვერსიები ჟღერდებოდა, თუმცა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება, რომ ერთ-ერთი ვერსია, რომ დაკავებულები იყო ნაცემი საპატრულო პოლიციის მიერ, ეს ვერსია არ დადასტურდა სახალხო დამცველის წარმომადგენლის განცხადებით, დაკავებულები უარყოფენ იმ ინფორმაციას, რომ ისინი არიან ნაცემები. გასაგებია დაკავებულების შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენლის განცხადება ჩვენთან სატელეფონო საუბრისას მაგალითად ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ მას ეჭვი აქვს, რომ ეს პროცესი შესაძლოა იყოს მართული შიგნიდან. შესაძლოა ეს იყოს დაპირისპირება შინაგან საქმეთა სამინისტროში და ასე რომ ვთქვათ, შესაძლოა ვიღაცის სასარგებლო ვიღაცას აწყობდეს საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გადაყენება. არა, ამაზე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. არ ამგონია რომ მე შემიძლია გითხრათ გამოვრიცხავ ახლა რამე ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მიერ იყოს ეს მართული. მე რასაც დღეს უყურებდი პლაზასთან დაახლოებით მე ამ აქციაში ვარ დაახლოებით მე-9 საათია, ეს იყო უშუალოდ მოქალაქეთა აქტივობები, აი პლაზასა მე რასაც უყურებდი, ეს იყო იმ შემთხვევაში ხა ვინმე ხელისუფლების წარმომადგენლის ორგანიზატორობას მე გამორიცხული. გასაგებია და ბოლო კითხვა ბატონო ვლადიმერ, როგორც ვიცით უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
მათ შორის თავმჯდომარე დავით გაბაიძე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოში შესრულები. მათ ასევე მოქალაქეებს უთხრეს, რომ სამმართველოს უფროსისგან სავარაუდოდ მიიღეს პირობა, რომ დაკავებულებს მალე გაათავისუფლებდნენ, თუმცა ეს ამ დრომდე არ მოხდა. დეპუტატები იმყოფებიან, როგორც ვიცით, ამ დრომდე სამმართველოში. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, რა ტიპის მოლაპარაკება მიდის? ამ ფაქტის შესახებ ვერაფერს ვერ გეტყვით, ბატონი დავითი, როდესაც იმყოფებოდა სამმართველოში, მე ამ დროს გარე პერიმეტრზე ვიმყოფებოდი და ბუნებრივია ამ მოლაპარაკებების შესახებ მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ამ დროს იყო დაწყებული შეტაკება, მე პირადად ჩვაში ვიყავი ჩამდგარი და ვცდილობდი, რომ ეს ქვების როლა აგვეცილებინა და ეს ომხრივი ურთიერთშეტაკება. ამის შესახებ მე ვერაფერ ინფორმაციას ვერ გეტყვით. ადმინისტრაციული კანონმდებლობის თანახმად დილით ისინი, რა თქმა უნდა, განთავისუფლებიან, იმიტომ ის ვადა, რაც არის ადმინისტრაციული დაკავების ვადა, ბუნებრივად დილით ამოიწურება და წარსდგებიან სასამართლოს წინაშე. მადლობა. პირდაპირ ეთერში მთავარი სტუმარი იყო უმაღლესი საბჭოს განათლების კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი. ახლა კი ვუბრუნდებით კვლავ აქციას და გმირთა ხევნის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც კვლავ რჩებიან შეკრებები.